უკვე დაიწყება ჩვენი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რუბრიკა, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მზადდება და რომელსაც ტრადიციის ამებრ ნათია შათირიშვილი უძღვება. ნათია, დღემშვიდობის, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ესე დღევანდელი მთლიანი გადაცემის ფორმატი ალბათ რომელიმე დღესასწაულს დააკვდებოდა, რომელიც ქალბატონებს ეძღვნებათ, იმიტომ რომ მართლა თუმცა ყოველი დღესასწაული თქვენია, დაგიმალოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ იმდენად ძალიან ბევრმა საინტერესო წარმატებულმა ქალბატონმა მოიყარა თავი დღევანდელ გადაცემაში, რომ ნამდვილად კიდევ ერთხელ ამიტომ გავაკეთე ეს რემარკა, ასე ვთქვათ და წინა სიტყვაობა. გისმენთ ყურადღებით დავანოსოთ ჩვენი ძალიან საინტერესო სტუმრები და თემები, რომლითაც დღეს ხართ წარმოდგენილი. მადლობა სანდრო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ულამაზესი, უმშვენიერესი ქალბატონები დიანა ჯალაღონია ბათუმიდან და მარიტა ბაბოშვილი თბილისიდან. ისინი ორივენი სილამაზის მიმართულებით მუშაობენ და საკმაოდ დიდი ღვაწლი აქვთ ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროფესიით არ არიან ამ მიმართულებით, მათი პროფესია აბსოლუტურად სხვა არის, მაგრამ ალბათ მოთხოვნიდან გამომდინარე დღეს ბაზარზე არსებული გამოწვევების წინაშე დგანან ჩვენი ქალბატონები და ირჩევენ საკმაოდ საინტერესო კურს, რაც ეხება სილამაზის ესთეტიკას, თავისმოვლას და ასე შემდეგ. რეალურად რომ ვიფიქროთ, ეს ჩემი აზრია, თავისთავად ცხადია, ვერც წარმომიდგენია ეს ულამაზესი ქალბატონები ემსახურებოდნენ სხვა მიმართულებით, სხვა პროფესიებს. ეს ისეთი გადახვევა. დიანა ჯალაღონია, რომელიც გახლავთ ბათუმიდან, ის პროფესიით არის სამედიცინო მიმართულებით განათლება აქვს სამედიცინო, მაგრამ ის დღეს მოღვაწეობს სილამაზის სფეროში. ძალიან ხშირად შევხვდებით ხოლმე თავის Facebook-ის გვერდზე, Instagram-ის გვერდზე მის ნამუშევრებს და რა ნამუშევრები აქვს და რა მიღწევები აქვს ამაზე უკეთ გაგვაცნობს ალბათ თვითონ ისაუბრებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ ჩამობრძანდით ბათუმიდან და გვიწვიეთ და ალბათ შესაძლებლობა გვექნება, რომ კიდევ ერთხელ მოусმინოთ რას თავასობ მომხმარებელს და როგორ მოახერხე ამდენი მომხმარებლის, კმაყოფილი მომხმარებლის ესე მოგროვება. ძირფასი მადლობა, მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში. ძირფასი მადლობა მინდა გადავუხადო ლიდერ ქალთა საზოგადოებას, თქვენ ქალბატონო ნათია ამ შესაძლებლობისთვის, რომ მე ეხლა ვარ აქ. მე გახლავარ დიანა ჯალაღანია, დიშაინის ბრენდის ნატურალური პროდუქციის დამფუძნებელი, რაც შეეხება ტანის და სახის მოვლას. რაც შეეხება ჩემ პროფესიას, ძალიან მრავალფეროვანი არის, შესწავლილი მაქვს საგუნდო, სადირიჟორო, საიუველირო და საექნო საქმის განათლება. შევისწავლე BDC აკადემიაში. ეს იყო ჩემთვის ყველაზე ისეთი ბედნიერი დრო. შემდგომ ჩვენ ვიყავით ბაუში პრაქტიკაზე, ნათია, რაც ჩვენზე იზრუნა და გაგვიშვა ყველაზე საუკეთესო ადგილას ეს ბაუს ჰოსპიტალი ბათუმში. ეს ჩემთვის იყო ძალიან ბედნიერი პერიოდი. იმის მერე მოვხდი ლიდერ ქალთა საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ მინდა ძვირფასი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ყოველთვის ზრუნავენ ჩვენს განვითარებაზე, უამრავი ტრეინინგი, სემინარი მაქვს გავლილი ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან. და რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მე ეს საქმიანობა დავიწყე 2021 წელს. ჩემი პრიორიტეტი იყო ის, რომ პროდუქცია უნდა ყოფილიყო 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან შექმნილი და პრიორიტეტიც იყო ის, რომ ყველასთვის იყოს მისაწვდომი ფასი. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ საქართველოში, ყველას არ აქვს ნამდვილად ისეთი შემოსავალი, რომ შეძლოს ძვირად ღირებული პროდუქციის შეძენა და ამავე დროულად რომ იყოს ნატურალური პროდუქცია და ხარისხიანი. ამიტომ ამდენი წელი უკვე ვზრუნავ იმაზე, რომ პირველ ადგილზე იყოს ხარისხი, რა თქმა უნდა, მისაწვდომი ფასი, რაც მე ძალიან მახარებს, რომ ეს ყველაფერი შევძელი. და მოვედი აქამდე თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, ძვირფასი მადლობა თქვენ.
უკარგესი გოგოა და რაც ყველაზე მთავარია, მე ძალიან ხშირად აღმინიშნავს, სწორად აღნიშნა დიანამ, რომ ის არის ბიდის აკადემიის კურსდამთავრებული და შემდეგ კიდე ჩვენ გადავყვეთეთ აი ამ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის მხრივაც და ყოველთვის მაშინ არ იყო ჩვენი ორგანიზაციის წევრი, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავდი, მაშინ განსაკუთრებით როდესაც მას გამოცდების ჩაბარება მოუწია, ზედმიწევრით პასუხისმგებლიანი ქალბატონია და რასაც აკეთებს აბსოლუტურად გააზრებულა, დიდი პასუხისმგებლობით და ასე შემდეგ და მე მქონდა შესაძლებლობა მისი პროდუქციის გამოყენების და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არაერთი საკმაოდ ძვირად ღირებული და არაქართული პროდუქცია გამომიყენებია და მსგავსი შედეგი მართლა არ მიმიღია, ოღონდ ამას გადამეტებით ნამდვილად არ ვამბობდიან და დღემდე მახსოვს მე ამ პროდუქციის შედეგები, სურნელი და ასე შემდეგ და მე ვამაყობ იმით, რომ თქვენ ეს ხაზი აირჩიეთ და მე ვარ თქვენი, ესე ვთქვათ, ძალიან კმაყოფილი მომხმარებელი და მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი ძალისხმევა არის საჭირო იმისთვის და დრო მიაღწიო შედეგს და ეს შედეგი რეალურად თქვენ უკვე დადეთ. ყავთ ჩემი სახით და უამრავი გამომწერების სახით უკვე ძალიან ბევრი ჩვენი საზოგადოების გოგოებიც. დიახ, ლიდერ ქალთა საზოგადოების სწორედ ეს გვაქვს ჩვენ ერთ-ერთი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრები 10,000 წევრი ფაქტიურად ერთმანეთის მომხმარებლები ხდებიან და რაც მე მაბედნიერებს ეს ის არის, რომ აუცილებლად რეკომენდაცია გაუწიოთ ქართულს, აუცილებლად გვერდით დაუდგეთ ქართულ მეწარმეებს, ქართულ ბიზნესმენებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ რიგში ქართული და შემდეგ უცხოური. მე მახარებს, რომ ჩემი ორგანიზაციის წევრები თქვენი მომხმარებლები არიან. მინდა წარმატებები გისურვოთ და დაუბრუნდებით ისევ დიანას. ძირფასი მადლობა. მეორე ულამაზესი ქალბატონი მარიტა გაბოშვილი, რომელიც ასევე სილამაზის და ესთეტიკის მიმართულებით მუშაობს და მოგვიყევით თქვენი წარმატებული კარიერის შესახებ. ესე იგი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ მომეცა საშუალება აქ ყოფნის. მე ვარ ესთეტიკური ცენტრის HBS-ის დამფუძნებელი. კიდე ხანი არ არის ეს ცენტრი, დაახლოებით წელიწად ნახევარი არის, ან ცოტა მეტი. და ჯერ ისევ ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ასე რომ ვთქვათ. ანუ ჩვენი მთავარი მიზანი არის სანდოობა, დაბრუნებული პაციენტების შემდეგ მოყვანილი სხვა ხალხი და პრემიუმ ხაზი, რაც შეიძლება ითქვას და სხვა არ ვიცი. ჯერჯერობით ვიდივარ ამ მიმართულებით, კარგად. ნახევარი ბიზნესში ცოტა შეიძლება იყოს, რაღაც ჩემი ხანდაზმულობიდან გამომდინარე, რომ 20 წელია ვარ ბიზნესში, თუ ამ გადასახედიდან გადავხედეთ, შეიძლება ითქვას ცოტა, მაგრამ ის რომ რაღაც ზღვარი უკვე გადაკვეთილი გაქვთ, ვერ ვიტყვი რომ უკვე თქვენი სიტყვა თქვით, მაგრამ თუმცა წელიწად ნახევარში შეიძლება დააგროვოს რაღაც დოზით გამოცდილება და მომხმარებელს წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რეალურად ვერ შეძლებდა განვითარებას, გაგრძელებას საქმიანობის, ხო? და ალბათ მომსახურების გაწევის შემდეგ ისე მოbrunებული მომხმარებელი, მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენ რეალურად ვიცით, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოებაში გაწევრიანებული უამრავი მეწარმე ბიზნესმენი ქალბატონი, რომლებიც არიან საზოგადოების კორიფეები და რომლებმაც ამ სიტყვასაც ხშირად ვიყენებ ხოლმე, რომ ეპოქა შექმნეს, აუცილებელი არის სწორედ ესეთი სტარტაპერი ბიზნესმენი ქალბატონები იდგნენ მათ გვერდით, რომ მათ პირველ რიგში ქონდეთ ანუ ესე იგი მისცენ მიმართულება, გაიზიარონ მათი გამოცდილებები, მისცენ мотивация და ინსპირაციის წყარო გახდნენ. რეალურად ჩვენი დანიშნულება ლიდერ ქალთა ორგანიზაციის სწორედ ეს არის და ძალიან ბევრი ყავს ხოლმე ისეთი ორგანიზაციის წევრი ახლა შემოერთებული და თუნდაც ჯერ არ იყოს შემოერთებული და უბრალოდ ღონისძიებებს ესწრებოდეს ხოლმე, რომლებიც პირდაპირ გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი ჩვენ ამ ღონისძიებამ მოგცა
იმის სურვილი, რომ დავიწყოთ ჩვენი საქმიანობა, გავხდეთ მცირე თუ საშუალო ბიზნეს მეწარმეები და დავიწყოთ ჩვენი საქმის კეთება. და რეალურად მე ვფიქრობ, რომ რაღაც ახლა ისე არ მინდა გამომივიდეს რაღაც ისე თავდაჯერებული პოზიცია მქონდეს, რომ იმაში რაღაც თავისკებაში გადამივიდეს, მაგრამ ჩვენ ეს გვაბედნიერებს. ეს არის სწორედ ჩვენი მიზანი, რომ ესეთ სტარტაპერმა ჯერ კიდე ძალიან ახალგაზრდა ულამაზესმა გუგლმა მათ უკვე ანუ ნახეთ როგორ თემა სანდრო არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული და დაველოდოთ სახელმწიფოს აუცილებლად დაგვასაქმოს სახელმწიფომ აუცილებლად უზრუნველყოს სახელმწიფომ და მოგვართებათ ლანგრით ხო ჩვენ ვალდებულები ვართ გავიაზროთ კანონის შესაბამისად მორალის და კანონის შესაბამისად ვაწარმოოთ ჩვენი ბიზნესი, გადავიხადოთ გადასახადები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ასე დავისხდეთ, ხშირად ხდება ხოლმე ესეთი კატეგორიაც, რომ იცი რა, მე დავბრუნდი საქართველოში, პირობითად ვთქვათ, ვარ იმიგრანტი და იცი რა, ჩემო სამშობლომ უნდა უზრუნველყოს ჩემი სამსახური. რეალურად ეს დრო წავიდა, აღარ ვართ ამ ეპოქაში, ხო, ახლა 21 საუკუნეა, აბსოლუტურად და ხშირად იმასაც ამბობ ხოლმე რომ აი მე რომ პირობითად 20 წლის წინ საქმიანობა დავიწყე იმ პერიოდისთვის წამოწყებული ბიზნესი თუნდაც საგადასახადოს მიმართულებ ნებისმიერი მიმართულებ კანონმდებლობ იმის მერე იმდენი რაღაც შეიცვალა ურთულესი იყო ნუ საგადასახადოს ურთულეს სარგულისხმობ გულისხმობ მარკეტინგის პიარის ცნობადობის და ასე შემდეგ აბსოლუტურად სხვა ხერხები და ურთულეს ეხლა რომ მახსენდება ხოლმე აი ეს ახალი სტარტაპერი ბიზნესმენები ვინც ეხლა იწყებენ ამ საქმიანობას ალბათ ამათთვის წარმოუდგენელიც კი არის ჩვენ საიდან დავიწყეთ ხო მაგრამ თუმცა ისინი ამას კარგად იყინებენ იმას რომ მოხდნენ 21 საუკუნეში და ეხლა იწყებენ ბიზნესს და გაცილებით მარტივია მათთვის მესმის რომ შეიძლება ის რაც ჩვენ გავიარეთ რომ შეიძლება ვიყავით ჩვენი ორგანიზაციის ბუღალტრებიც იურისტებიც ნუ კონსულტანტები მაინც მინიმუმ და ასევე ყავდა შესაბამისი კადრები ამათ და პიარიც მარკეტინგიც HR-იც ყველა ვიყავით ხო რეალურად და ამათ ეს ფუფუნება უკვე აქვთ და მარტივად შეუძლიათ თავის დამკვიდრება მთავარი არის ის რომ მიცოდნენ საქმე ცუდად არ გამიგებენ იმიტომ რომ მარტივად დაიმკვიდრო თავი დღეს არ არის ეს ბაზარზე დიდი კონკურენცია გაცილებით და მარტივად დაიმკვიდრო ამას არ გულისხმობ რომ აი რაღაცა ძალიან დიდი შრომა გჭირდება ძალისხმევა სჭირდება და არ მოძღვრავ ეგრე არ გამიგოთ უბრალოდ მართლა დიდი შრომა გჭირდებათ დღეს იმისთვის რომ გახდეთ ცნობადები და თქვენი პროდუქცია, მათი პროდუქცია გავიდეს მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე რომ რატომ მხოლოდ საქართველოში, რატომ არ გაქვთ სურვილი, თქვათ იგივე ხა ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ესეთი შემთხვევა რომ ჩვენი აი ორგანიზაციის წევრები როდესაც გამოდიან ეთერით და საუბრობენ ეს ხო ხელმისაწვდომია თუნდაც იმ ემიგრანტებისთვის, თუნდაც საქმიანი წარმატებული ქალბატონები გვისმენენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხო? რომლებიც წლებია უკვე გადასულები არიან საზღვარგარეთ საცხოვრებლად და იდეები აქვთ ხოლმე. აი ამ ძვირფას ქალბატონებს, რომლებიც ამდენ ძალისხმევას დებენ, მესმის ძალიან კარგია თავის ქვეყანაში ფუნქციონირებს ბიზნესი და ისინი ეკოსისტემას ქმნიან, უერთდებიან და ასე შემდეგ, მაგრამ რატომ არ აქვთ, ან თუ აქვთ განცდა იმისა, რომ აი ამ ბიზნესმა ფეხი მოიკიდოს, თქვათ, საზღვარგარეთ. ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია და საინტერესოა, რა თქმა უნდა, ვეუბნები, რომ დიახ, ეს შეიძლება განვიხილოთ, რატომაც არა, ხომაში ესეთი არაფერი არ არის. და ნუ რეალურად ამათ ეს ფუფუნება მეთქი ესე ვამბობ ხოლმე, ახლა აქვთ და აუცილებლად უნდა გამოიყენონ და არ უნდა დაზეგონ თავი იმისთვის, რომ წავიდნენ წინ და წარმატებულები გახდნენ და შეუერთდნენ აი ამ საზოგადოების, ესე ვთქვათ, წარმატებულ ქალბატონების სიებში, ისედაც არიან უკვე და ლიდერ ქალთა ორგანიზაციაში და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად განავითარონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა და ამისთვის ფონი აქვთ არაჩვეულებრივი. ჩვენ გვიწევდა ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი აი
ესენი უმოკლეს დროში ახერხებენ თავის დამკვიდრებას და ცნობადობის ამაღლებას და იმისთვის რომ პირობითად ახლა ჩემი საქმიანობა რომ მე ვამბობ ხოლმე რომ დრომ გამოგვცადა მეთქი აი მართლა მთელი გულწრფელობით ვამბობ ჩვენ გამოგვცადა დრომ და შემდეგ უკვე დავდეთ ჩვენი ნიშა ხო ჩემი ორგანიზაციების სახელს გულისხმობ მაგრამ დღევანდელ გადასახედიდან რომ გადავხედოთ უამრავი შესაძლებლობა აქვს იმისთვის რომ ისინი გახდნენ დრო არ ჭირდებათ დრო ჭირდებათ ძალიან ბევრი მაგრამ შეგიძლიათ შედეგები დადოთ ძალიან დიდი ამიტომ მე მიხარია რომ ულამაზესი გოგონები ყავს ასე თქვა სტარტაპერებში უნდა მოვიხსენოთ ალბათ ხო და იმით ვიტოვებ რომ რაღაც პერიოდი გავა და როგორც მარიტამ თქვა, რაღაც პერიოდის შემდეგ მარიტა გვეტყვის გაგვახსენებს, რომ მაშინ ვიყავით ჩვენ სტარტაპერები და მოკლე პერიოდი ქონდა გავლილი, მაგრამ დღეს გვყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, ხო? და ალბათ ეს მოცემულობაც გვექნება ეთერში და ნუ რაც შეეხება ხა დიანას საკმაოდ აქტიურია მიუხედავად მისი სინაზისა და სინარნარისა საკმაოდ აქტიურია და აუცილებლად მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევისთვის რომ დიანა აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს ისევე როგორც მარიტა და რაღაც ძალიან მოკლე დროში ისინი უკვე სხვა ენაზე გვესაუბრებიან ჩვენ და ალბათ გვესაუბრებიან თუ ფილიალებზე თუ გაცილებით მეტი მომსახურეობის შეთავაზებაზე მათთვის და საზოგადოებისთვის მოთხოვნად მომსახურეობაზე პროდუქციას გულისხმობ და მე ნებისმიერ შემთხვევაში არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ ჩემი ორგანიზაციის წევრი ქალბატონებისთვის ახლა ვისარგებლებ შემთხვევით და ამასაც ხმამაღლა აღნიშნავ როდესაც შემოდის აი ეს წიღან რაც თემაც გავაჟღერე რომ რატომ არა იგი რომ მომსახურება საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში ეს არის ევროპა თუ აზია თუ ასე შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ მე მათ ის გზა მივცე და გაუყვალო რომელიც გაიყვანს ჩვენს ბიზნესის მეწარმე ქალბატონებს და გაცდებიან ისინი საზღვრებს და არა მხოლოდ ახლა როგორც ვქადაგებ ხოლმე რომ აუცილებლად ვიყიდოთ ქართული შევიძინოთ ქართული ვისარგებლოთ ქართული მომსახურებით და ეს ისევ ჩვენ ბაზარს, ისევ ჩვენ ბიზნესს, ისევ ჩვენ ეკოსისტემას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა მხოლოდ ეს, ეხლა ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ამას შევძლებთ უკვე რომ გავწდეთ საზღვრებს გარეთაც და ჩვენი სიტყვა ვთქვათ საზღვარგარეთის ამა თუ იმ ჩვენ სირგლივ მხოლოდ წარმატებული ქალები ახლა არიან ლიდერ ქალ და საზოგადოება მე პირადად აღარ გასწრებს რა თქმა უნდა ძალიან მინიმალური თანხა დამჭირდა იმიტომ რომ ეს არის ხელნაკეთი მხოლოდ ჩემზე არის დამოკიდებული მაგრამ როდესაც წავედი წინ მოხდი ლიდერ ქალთა საზოგადოებაში უკვე სხვა გეგმები მაქვს უკვე სხვა პრიორიტეტები და ასე შემდეგ ეს ნამდვილად ძალიან დიდი мотиваცია როდესაც შენ სირგლივ არის მხოლოდ წარმატებული ქალბატონები რაც თქვენ ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და ახლო მომავალში უკვე კიდევ არაერთი საინტერესო სიმაღლით, რომელსაც დარწმუნებული ვარ, იმას ვინძლებთ პირდაპირ ეთერში. ნათიას ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის, როგორც ყოველთვის.